სალამი. ეს არის ფორმა კანადის ანაბეჭდებს, როცა ავარებ ბიომეტრიას, მაშინ ჭირდება ეს. ამასთან ერთად ეს უნდა ქონდეს შევსებული, უნდა ქონდეს ბიომეტრიის წერილი ამობეჭდილი, ვიზიტის ფურცელი, ამობეჭდილი და შევსებული. აი ნახო, ეს პირველი გვერდი ივსება, აქ იწერება ინგლისურად დიდი ასოებით აქ. სახელი და გვარი, როგორც პასპორტშია, აქ ინგლისურად მისამართი სრული, თავის საფოსტო ინდექსით. აქ პლუს ტელეფონის ნომერია ეს. იწერება ციფრებად სრული ტელეფონის ნომერი, აქ ელექტრონული პოსტა, რასაც იყენებ და აუცილებლად აქ დაწერო ისე, რომ გარკვეულად იყოს, ჩანდეს, რომ ამოიწერო, იმიტომ რომ თუდად თუ ამოიწერეს, რაღაც ინფორმაციები ვერ მოვა ელექტრონულად. აი აქ აწერ ხელს, სრულიად, როგორც აწერ ხოლმე. ხო, ეს ეხება დიდს, რას, დიდს 18 წლის ზემოთ. და აქ აწერს ხელს და თუ თქვათ, რომ ბავშვი იღებს კანადის ვიზას, მაშინ მის სახელი გვარი იწერება, როგორც პასპორტში აქ. თავის ენაზე რა, სახელმწიფო ენაზე. აქ თარიღი. იწერება, თქვათ, თარიღი იწერება, როდის აბარებ პასპორტს ან აბარებ ბიომეტრია. ეს ორჯერ კეთდება, ეს ორჯერ ივსება, პირველად როცა აბარებ ბიომეტრიის და ეს 10 წელი ყოფნის ბიომეტრია და შემდგომ როცა თქვათ თანხმობა მოვიდა სისტემაში აწერია ორიგინალ პასპორტ რეკვესტ, მაშინაც ისიც უნდა მოვიდა და მიდიხარ აბარებ პასპორტს. აქ იწერება ჯერ ქალაქი ინგლისურად, მერე ქვეყანა, სადაც არის ეს ავიზო ცენტრი, სადაც აბარებ შენ. აი ამ ფორმას. ო, ამას ავსებენ მხოლოდ ისინი, რა ქვია, ის ხალხი, იცით თქვათ, აი ბავშვს თუ შეაქ რა დიდს ეს არ ეხება, 18 წლის ზემოთ ეს არ ეხება, თუ ბავშვზე აბარებს, მაშინ ავსებს. აქ წერს, რომ იმას აქ წერს, სადაც აბარებს ქალაქს და ქვეყანას ავიზო ცენტრში. და აქ წერს იმას, რა ქვია, კანადის საკონსულო, ვთქვათ, იმ ქვეყანაში, სადაც მიდის ეს ავიზო ცენტრი, სადაც აგზავნის. ოღონდ ეს ივსება მაშინ, როცა შენ ხარ 18 წლის ქვემოთ, პატარა, იმაზე ივსება. მერე შემდგომ აქ თქვათ, თუ 18 წლამდეა ბავშვი, მაგის მონაცემები აქ ივსება. და დიდის. აქ ვინც აბარებს პასპორტს და ვინც აბარებს ბიომეტრიას ამაზე. აქ ვინც აბარებს აი ამ პასპორტს იმინა ავიზო ცენტრში. ხომ ეხება პატარა მაშინ. აქ სახელი გვარი ინგლისურად, აქ თქვათ მამა თუ აბარებს ბავშვისთვის father იწერება. მამა აწევს ხელს, თარიღი ისმევა. ხო, და შემდგომ გავსებთ აი ამ ნაკვეთს. აწერს სახელი გვარს ინგლისურად, ხელს მოაწერ და თარიღი, როცა ავიზო ცენტრში აბარებთ ამ საბუთებს. მოკლედ, დიდი 18 წლის ზემო ავსებს მხოლოდ ამ მეორე გვერდს და ავსებს მეოთხე გვერდს. აი ამ ზედა ნაწილს. ორგან აწერს ხელს. ეს არის სულ